მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ მოდულაციის საფუძვლებზე. მოდულაცია არის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სიგნალის გადასაცემად. ის აუცილებელია, რადგან დაბალი სიხშირის სიგნალები, მაგალითად, როგორც არის ადამიანის ხმა, პირდაპირ ეთერში დიდ მანძილზე ვერ ვრცელდება. რატომ გვჭირდება მოდულაცია? როდესაც დაბალი სიხშირის სიგნალი, მაგალითად ხმა, პირდაპირ გადაეცემა, ის არ მიდის შორს. ამიტომ ამ სიგნალს ვაკავშირებთ მაღალი სიხშირის სიგნალთან, რომელსაც მატარებელი carrier სიგნალი ეწოდება. ეს მატარებელი იცვლის ამპლიტუდას, ფაზას ან სიხშირეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვშიფრავთ მონაცემებს. რა არის ახლა მოდულაციის მთავარი უპირატესობები? ეს გახლავთ ანტენის ზომების შემცირება, ინტერფერენციის შემცირება და მულტიპლექსირება, ანუ მრავალი სიგნალის ერთდროული გადაცემა. ანტენის ზომის შემცირება დავიწყოთ. თუ დაბალი სიხშირის სიგნალს პირდაპირ გავაგზავნეთ, დაგვჭირდება დიდი ანტენა. მაღალი სიხშირის, მაგალითად 800-900 MHz-ის გამოყენებით, ანტენა შეიძლება იყოს მხოლოდ 1 მეტრი, ან უფრო პატარა. ინტერფერენციის შემცირება, ანუ მოდულაცია ცვლის სიგნალის ფორმას, რაც ამცირებს სხვა სიგნალებისგან გამოწვეულ ჩარევას, გადაფარვას. მულტიპლექსირება. ერთ არხში შესაძლებელია რამდენიმე სიგნალის ერთდროული გაგზავნა, რაც ქსელის მუშაობას უფრო ეფექტურს ხდის. როგორ მუშაობს მოდულაცია? მონაცემები ბიტებად იშლება და მატარებელი სიგნალი ამ ბიტების მიხედვით იცვლის თავის ამპლიტუდას, ფაზას ან სიხშირეს. მთავარი მოდულაციის მეთოდები. ეს არის QPSK, ანუ ერთ სიმბოლოში 2 ბიტის გადაცემა და მეორე 16 QAM, ანუ ერთ სიმბოლოში 4 ბიტის გადაცემა. რას ნიშნავს ახლა ეს? 16 QAM მეთოდში შესაძლებელია 16 განსხვავებული კომბინაციის შექმნა. ეს კომბინაციები მიიღება ამპლიტუდისა და ფაზის ცვლილებით. როგორ ვითარდება მოდულაცია? 256 KAM დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი მოდულაციის მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი მონაცემები უფრო სწრაფად გადავცეთ. მადლობა ყურადღებისთვის.